შემიძლია ჩემი ტელეფონი დავდოთ, აი ეგ ჩავრთე, ჩემსაზე 10 წუთია ზუსტად დაყენებული. ხო და სათვალე კადრში ცუდად არ გამოჩნდება არც ერთ ვარიანტში მგონი. აი ზუსტად ეგრევე დადე და სტარტს დააჭირე დაწყებისას. ან გინდა მე დავაჭერ რა პრობლემა. იცით რა მოდი ერთ 10 აყენია? არაფერზე არ აღენია, უბრალოდ დროს მithვლის და ხედავ რამდენი წუთი გავა. არ უნდა უკუთვლა, არ უნდა იყოს ეგრე პირდაპირ. აი დაწყება. 1 წუთიდან და ისა რაღაც ეგ. 1 წუთიდან აი მე წუთს გამოვა. ხო, რო ჩაქრება, მე მალე მოვამთავრებ. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩვენი ახალი ტელევიზიის TV26-ის ახალი გადაცემა, რომელიც იმედია ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის და თუ საინტერესო იქნება თქვენთვის, მაშინ ეს გადაცემები გაგრძელდება. ოღონდ გაგრძელდება არა ესეთი ფორმით, როგორც დღეს არის, დღეს უბრალოდ წარმოდგენა ხდება მხოლოდ გადაცემის, არამედ ყოველი შემდეგი გადაცემა ჩემის აზრით უნდა იყოს სტუმართან ერთად იმ თემების და იმ საკითხების განხილვისთვის, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ მოკლედ. დაფიქრდით, შესაბამისად მომწერეთ, დამიწერეთ აი YouTube-ის კომენტარებში და თქვენი რჩევების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ რა ფორმით გავაგრძელო ეს გადაცემა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს საინტერესო და კარგი გასართობი. როგორც რუსთაველი იწყებს თავის პოემას, რომელმან შექმნა სამყარო და ასე შემდეგ, მაშინვე გვაფიქრებს, თუ რა მნიშვნელოვანი და რა სერიოზული სიტყვა სამყარო. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, განგებამ თუ რაღაც ძალამ შექმნა სამყარო, რომლის ნაწილი მოგვეცა ჩვენ ადამიანებს, მესამე სტრიქონში უწერია, რომ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა. ეს სამყაროს ნაწილი, ჩვენი სამყარო, თლიანი სამყაროს პატარა ნაწილი, რომელიც არის ჩვენი სამყარო, იმდენად უთვალავი ფერისაა, რომ ჩვენ არც კი შეგვიძლია თლიანად შევიმეცნოთ იქ. უფრო მეტიც, ჩვენ შევიმეცნებთ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს. ბავშვობიდან დაწყებული ნელ-ნელა ვაკეთებთ მის შემეცნებას. ჩვენ სამყარო დაყოფილი გვაქვს ძალიან ბევრ ნაწილად დარქმეული გვაქვს სახელები, დავუშვათ ფიზიკა, ქიმია, სოციოლოგია თუ რა ვიცი, სხვა მეცნიერებების სახელები, მაგრამ სინამდვილეში სამყარო არ არის დაყოფილი. სამყარო არის ერთიანი, თლიანი და ჩვენ იმისთვის, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ თლიანის მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა, ვაკეთებთ მის დაყოფას და მის ნაწილ-ნაწილ შესწავლას. თუ დააკვირდებით, ადამიანი ბავშვობიდან დაწყებული ნელ-ნელა ყოველთვის სწავლობს ახალ რაღაცებს, შეიმეცნებს სამყაროს, მაგრამ ხშირად ჩვენ ადამიანები არ ვიხედებით უფრო ღრმად იმ საკითხებში, რა საკითხებიც და რა მოვლენებიც ჩვენს გარშემო ხდება. ამიტომ ხშირად ასე ვთქვათ, ხვიჩსაც წავიმტვრებთ ხოლმე ჩვენი უცოდინარობის გამო. ეს გადაცემა მინდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ განვიხილოთ თითოეული თემა, რომელიც ახლა წარმოდგენილი იქნება ქვემოთ და არა მარტო ეს თემები, არამედ ბევრი სხვა თემაც და ამ თემების განხილვისას უკეთესად გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო. აი ამ გადაცემის მიზანი არის სწორედ შევისწავლოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი სამყარო. რა არის ამ სამყაროში ყველაზე მთავარი? თუ ჩვენ ამ საკითხებს გავიაზრებთ, მაშინ ჩვენ შანსი გვექნება, რომ უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვათ და უფრო ნაკლებად შევიქმნათ პრობლემები ჩვენს ყოველდღიურ დღეში.
ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანისთვის მთავარი არის, რომ ხვალ ვიყოთ უგეთ ვიდრე დღეს. ჩვენი მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა. ყოველ დღე, ყოველ წუთიერად, ყოველ წამიერი ჩვენი გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ გავიუმჯობესოთ მდგომარეობა. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ არ შეუზღუდოთ, არ შეუშალოთ ხელი სხვა ადამიანებს, რომლებსაც ზუსტად იგივე უფლებები აქვს. მაგალითად, შეიძლება თქვას, რომ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, გვაქვს სიცოცხლის უფლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს არ შეიძლება შეუზღუდოს სიცოცხლის უფლება. ჩვენ გვაქვს ბევრი უფლება, რომლის რეალიზაციაც ზოგჯერ ჩვენ გგონია, რომ ჩვენი რაღაც ისეთი უფლება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გვაძლევს იმის უფლებამოსილებას, რომ სხვა ადამიანების ხარჯზე გავაკეთოთ რაღაც. მაგრამ ამის დაშვება არ შეიძლება. ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითად ესეთი უფლება ბჭყალებში, რომ თითქოს ადამიანს აქვს უფლება შრომის, ადამიანს აქვს განათლების უფლება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს შრომის უფლებაც, განათლების უფლებაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვალდებულია თქვენ მოგცეთ სამუშაო ადგილი, ან მოგცეთ განათლება, იშრომოს თქვენი განათლებისთვის მაგალითად, ან თქვენ გაქვთ ჭამის უფლება, გვაქვს ჭამის უფლება, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული გვაჭამოს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ზღვარის დანახვა უნდა შევძლოთ როგორმე. სად არის ჩვენი უფლება, მართლა უფლება და სად არის უკვე ის ნაბიჯი, რომლის იქითაც უკვე სხვა ადამიანების უფლებებს ვარღვევთ, რომლებსაც რატომღაც ვთხოვთ ჩვენთვის უფასოდ იმუშაონ. ეხლა რაც შეეხება იმ თემებს, რა თემების განხილვაც მინდა ამ თემების პარალელურად, რაც უკვე დავასახელე ეგრეთ წოდებული უფლებები. მინდა რომ ჩვენ ვისაუბროთ ბევრ სხვადასხვა ისეთ თემაზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში და არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში ხშირად არასწორად და მცდარად არის გაგებული და ადამიანებს გონიათ, რომ ეს სამართლიანი იქნება თუ კი ასე გავაკეთებთ. მაგალითად, ამ ბოლო დროს ძალიან რამდენჯერმე მოხდა თვალში, რომ თურმე 85 მილიონს ზემოთ ვინც დააგროვებს, იმას ის ქონება უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს სხვებს. კარგი იქნება თუ არა ეს საზოგადოებისთვის. ახლა არ მინდა თემა ძალიან გამიგრძელდეს, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ამ გადაწყვეტილებასა და იმას შორის თუ როგორ ცხოვრობთ ჩვენ დღეს. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ადამიანებს ჩამოართმევთ იმ რაღაც ლიმიტ ზემოთ ქონებას, ჩვენ აღარ გვექნება ბევრი ისეთი ნივთი, რომელის გარეშეც თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია. მაგალითად, აღარ გვექნება ტელეფონი, აღარ გვექნება გვეყოლება კაი მანქანა, არ გვექნება წესერი სახლი და ასე შემდეგ. ამას შორის არსებობს პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი და თუ ადამიანი ამას ვერ ხედავს, ის უბრალოდ არ იცნობს ამ საკითხს. შეიძლება ითქვას უმეც არია. ადამიანები ჩვენ ვართ უმეცრები ბევრ სხვადასხვა საკითხში. მაგრამ თუ ჩვენ უმეცრების დაძლევას ვცდილობთ, ან თუ ჩვენ დავინტერესდებით და შევეცდებით მის დაძლევას, ეს არავითარი პრობლემა არ არის. დავძლებთ ადრე თუ გვიან. მაგრამ თუ ჩვენ უმეცრების დაცლებას არ ვცდილობთ და თან დაჟინებით ვიზახით, რომ იგივე ასეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ, რათა უფრო სამართლიანი საზოგადოება მივიღოთ, მაშინ გამოვა, რომ ჩვენ უმეცრებასთან ერთად უგნურებიც ვართ. თავარია უგნურები არ ვიყოთ. უგნურება უნდა გადავდოთ გვერდზე, შევისწავლოთ ის საკითხები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. კიდე რამდენიმე თემაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ იმისთვის რომ ანონსი, ასე ვთქვათ, გადაცემის წარდგენა დიდხანს არ გაგრძელდეს, მოკლედ ჩამოვთვლი უბრალოდ რა თემები ქონდა მონიშნული, დაუშვათ იგივე მითი იმაზე, რომ თითქოს ქალები ჩაგრებიან, იგივე ლოგიკით, რა ლოგიკითაც დაუშვათ ქალების ჩაგვრას ასაბუთებენ მავანი, შეგვიძლია ჩვენ დავასაბუთოთ, რომ ქალები ჩაგრავენ კაცებს, შეიძლება ამაზე რაღაც კვლევების მოყვანაც, მაგრამ აღარ გავაგრძელებ ახლა საუბარს, ასევე მითი კლიმატური ცვლილებების შესახებ, ოღონდ ყველა ამ საკითხზე მე მჭირდება მოვიძიო
შესაბამისი სტუმარი, რელევანტური სტუმარი, რაშიც დავთქვენი დახმარების იმედი მაქვს. თუმცა ჩემი სტუმარი არ იქნება ასე ვთქვათ ვინმე ცნობილი ისეთი ტრაფარეტული პიროვნება, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ ლოზუნგებს ლაპარაკობს. მე შევეცდები რომ ჩემი სტუმარი იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანი, მხოლოდ ისეთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა უბრალოდ კი არა, არამედ მას შეუძლია სხვისი მოსმენა, გაანალიზება, სწორის და არასწორის შეფასება, მოკლედ საუბარი. თუ ადამიანს საუბარი შეიძლება ის შეიძლება იყოს ჩემი სტუმარი და არ აქვს მნიშვნელობა არც თანამდებობას, არც ცნობადობას, არც ასაკს, შეიძლება ბავშვი იყოს სკოლის მოსწავლე ან ასაკიანი და ასე შემდეგ. სტუმრების შერჩევას ძალიან სერიოზულად მოვეპყრობ. გარდა ამისა, ჩემ გადაცემაში, რომელიც იმედია საინტერესო იქნება და გავა ჩვენს ეთერში, TV36-ის ეთერში, მე მოვაწყობ ხოლმე ვიქტორინებს და თუ რა ფორმით იქნება ეს ვიქტორინა, როგორ იქნება, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვიპოვი უკეთეს ფორმას, საცდელად პირველი შემთხვევისათვის მე გავაკეთებ ვიქტორინას ერთი მარტივი შეკითხვით. TV36-ის მაყურებელმა და შეიძლება უკვე იცის კენ სკულანდის წიგნი ჯონათან გალიბლის თავგადასავალი. ეს წიგნი კარგახანია უკვე რაც გამოცემულია ქართულად. სინამდვილეში ეს ამერიკელი ავტორის წიგნია, რომელიც ძალიან ბევრ ენაზეა ნათარგმნი, ალბათ 80 თუ 90-ზე მეტ ენაზე და ძალიან კარგად ასახავს ჩვენს სოციალურ ადამიანთა საზოგადოების სოციალურ ურთიერთობებს და ბევრ იმ პრობლემას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაზეა დაწერილი, თითქოს საქართველოს აქ გათვალისწინებული. ყველა სახელი, რომელიც ამ წიგნშია მოცემული, ეს არ ვიცი იცით თუ არა, სინამდვილეში წარმოადგენს ვიღაცის ან რაღაცის სახელს. ყველა სახელი რაღაცას ნიშნავს. ამიტომ ჩემი ვიქტორინის პირველი კითხვა იქნება შემდეგი კითხვა. ვინ არის ამ წიგნში მოხსენებული ბაბუა მილტონის პროტოტიპი? სწორ პასუხის გამცემი, ვინც YouTube-ზე დაწერს სწორ პასუხს პირველი, ის მიიღებს საჩუქრად ამ წიგნს. მოკლედ გავიმეორებ შეკითხვას, ვინ არის ბაბუა მილტონის პროტოტიპი? ველოდებით თქვენს კომენტარებს, მადლობა ყურადღებისათვის. მოუჩით. გადავაცილი აბა იმის ნახევარი ვერ მოვასწარი, რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ არა უშავს. ვერ მქონდა კარგად გათვლილი დრო. ლექციაზე უფრო მეცვასრებ ხოლმე. ვარგოდა. ძალიან გადახვდი რაღაცეებზე რა, იმიტომ რომ შევხედე რომ ვერ ვასწრებ, ისე მალე მიდიოდა დრო, რომ გადავახდი საკითხებს. ხო, მე ვერ გავაკონტროლე